მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენ ასეთი მინი გაშლა, ხო? აქ ჩვენ გვაქვს მინი გაშლები, გრძელი გაშლებს ჩვენ ვაკეთებთ სხვა არხზე. ლინკი არის ვიდეოს ქვეშ, რუსული არხი თუ გინდათ რუსული ენოვანი თუ ხარ და იცით რუსული, კიდე არხი მაქვს რუსულ ენაზე და ეგეც ვიდეოს ქვეშ ყველა ლინკი. ანუ ის დღეს შენზე. ნახოთ ახლა რას ფიქრობს, რა თქმა უნდა, რას გრძნობს, ესეც ნახოთ, მისი ფიქრები, რა აღელვებს და როგორ ხედავს თქვენს მომავალს. ყველაფერს გავიგებთ, მაგრამ მინდა ახლა ჯერ პირველ რიგში ვნახოთ ახლა რა ენერგიებში იმყოფება თქვენი მეფე, ხო? ვინ გამოვა ჩვენთან დღეს? აი ეს მაინტერესებს, რომელი მეფე გამოვა. აქ რაღაცა სიტუაციას ხვდროს ვიღაცასთან გაერკვა, შეიძლება რაღაცას მალავდა, მაგრამ თქვენ გაიგეთ, მაგრამ საინტერესო სიტუაცია გამოვიდა, ხო, გამოვიდა სიტუაცია, რთული სიტუაცია იყო, მაგრამ მაინტერესებს აგერ გამოვიდა პენტაკლების მეფე, პენტაკლების მეფე. ну, იცით როგორ არის, ახლა შეიძლება ბევრს გაქვთ თქვენ მანძილი ახლა. ან შეიძლება ძალიან ბევრი ფიქრები თუ საზღვარგარეთ არის შეიძლება ადამიანი, ხო, თქვენი. ან შეიძლება უნდოდა წასვლა და წავიდა როგორც იქნა, ხო? მაგრამ ვიღაცასთან არის როგორი სიტუაცია, კიდე იცით, აი შეიძლება მოხდა რამე ისეთი გაუგებრობა, არასასიამოვნო სიტუაცია იყო, მაგრამ მოერიეთ რო იტყვენ და აი ბევრისთვის არის ახალი შანსი მოცემული, თითქოს აი ბედმა დააბრუნა თვითონ რა ეს ადამიანი, ან შანსი მისცა, გაიგეთ ამ ადამიანს, რომ გამოესწორებია რაღაცა სიტუაცია რა. და ნამდვილად რა, აი თითქოს ეცეთ როგორ აი შანსს გაძლევთო რა, აი ესეთი მომენტი მოვიდა მოხდა აქ, იმიტომ რომ თქვენ პრინციპში აი აქ უკვე შეიძლება даже ზოგი არც ელოდებოდეთ, ან უკვე როგორ იყავით, იცით, რომ აი თითქოს ეგ სიტუაცია რომელიც მოხდა, ну იყო თქვენთვის დამანგრეველი, თან ძალიან რა, ესეთი დამანგრეველი და აი თითქოს უკვე даже ფიქრობდეთ, რომ რა ვიცი, აი ხო არ დავასრულო ეს ურთიერთობა, ფიქრობდეთ, ქონდათ მაგისი ფიქრი, მაგრამ აქ ადამიანს აძლევენ შანსს რაღაცა კიდე შანსი მისცეს, რომ ეს ქალი დაუბრუნეს, ხო? კარგით, მოდით ახლა თუ იცანით თქვენი სიტუაცია, გავარჩიოთ, ესე იგი მაგისი გრძნობები ვნახოთ დღეს, რა გრძნობა აქვს მაგას. აი უფრო ისეთი გაშლა არის რა, რომ აი დღეს იმენა ის დღეს შენზე რას ფიქრობს და რას გრძნობს, ხო? ანუ დღევანდელი მისი გრძნობები, მისი ფიქრები დღის განმავლობაში. ვნახოთ ახლა რა აღელვებს მაგას ვნახოთ, ხო? და რას არაჩენს თვითონ ეგ ადამიანი. ვნახოთ კიდე ესეთი კითხვაზე დავუსვათ, რას გეგმავს ეს შენს მიმართ? რა უნდა რომ გააკეთოს შენი გულისთვის, ხო? და როგორ ხედავს ეს თქვენს უახლოს მომავალს? ну, აქ ვიღაცა გაბრაზებული გიხართ, თქვენ რაღაცა შეიძლება დაქალებს ელაპარაკეთ, რომ არ ვიცი საერთოდ რა ვქნა, მაგრამ აქ ახლა, ну, მაინც არის კარგი სიტუაციები, არის კარგი. მოდით, всё, დავიწყოთ ახლა კონკრეტულად ვკითხოთ მისი გრძნობები დღეს შენს მიმართ. აქ ესეთ როგორი მომენტი არის, აქ პრინციპში ამ ადამიანს აქ გრძნობა არ მიყვარს, როცა გრძნობაზე პენტაკლები მოდის, მაგრამ აქ უბრალოდ თითქოს შეიძლება ეს სიტუაციაც რო იყო ძალიან რთული, შეიძლება ეს ადამიანის ფიქრობს, რომ საერთოდ მე რომ მაგასთან მოვიდე, ხო, მე რო თქვათ მაგას რამე დაველაპარაკო, ვაფშე მივიღებს ეს. აქ უფრო даже აჩვენებენ, ანუ მე даже ვეტყოდი უფრო ფიქრებს, მაგრამ გრძნობებზე რატო გაქვს ეგეთი რამე? გრძნობებზე ხო გეუბნებით, აქ ადამიანი რაღაცა ვერ მოიქცა, ეთყობა კარგად და ფიქრობს, რითი გამოვასწორო, რითი მოვიდე. ანუ აქ ხანო ეს კაცური თემა, მე ხო გეუბნებით, რომ საერთოდ ახლა ჩვენ როცა გრძნობები ვიკითხებით, ახლა გრძნობებზე ვიკითხებით, მამაკაცების სიყვარული სხვანაირი, ჩვენი გოგოების სხვანაირი სიყვარული, ამიტომ როცა ჩვენ ეს არ ვიცით, მე უკვე გვეშლება ნერვები, ამ დროს მამაკაცები სხვანაირად გამოხატებენ სიყვარულს და აი აქ
ადამიანი ეხლა განცდებში არის, იმიტომ რომ ეთყობა ძალიან ნაწყენი ხარ და ძალიან გაწყენინა თქვენ რაღაცა თავისი საქციელით, კი. და ამიტომ აი აქ არის როგორ იცით, ფიქრობს რომ რა გავაკეთო, რითი გამოვასწორო ეგ სიტუაცია, აქაც ხო გვაჩვენეს რა. ანუ ესე იგი თუ თქვენ შორის იყო აი გრძნობებს რას ფიქრობს, იცით რომ მაგისტრის ძალიან უფრო ფიქრებს მაჩვენებს ღმერთო ჩემო, აქ ხა არ მოდის გრძნობა როგორი იცით, ხო არ დავკარგავ, ხო არ ვკარგავ, ანუ რაღაცა არასწორი საქციელი ჩაიდინა და ეხლა მაქსიმალურად ფიქრობს რომ უნდა გამოვასწორო მე, უნდა მივწერო, ან უნდა მოვიდე, ან აქ იცით როგორ არის, ის შეგრძნებაც თუნდაც აქ დაჟე გრძნობა რო თქვათ, რომ ეს შეიძლება ყველაფერი დასრულდეს, მისთვის არის ძალიან საშინელი. იმიტომ რომ არის აი მოდით იცით როგორ სხვანაირად კიდე ვკითხავ, აი სიყვარულის თემიდან გამომდინარე შენ რა გრძნობა გაქვს ახლა. და ეს კიდე ისტორიას მიყვება. იცით როგორი მომენტი არის აქ, თქვენ ხართ მისთვის უძვირფასესი ადამიანი, აქ როგორი ისტორიას მიყვება. ეს ჯერ პირველ რიგში ხა იმპერატორი ყოველთვის რას ამბობს, ეს ჩემია, გავაო ჩემი ხალი არის, ხო? და მე ვერ დავკარგავ, თან რას მაჩვენებს, რომ შეიძლება ეგეთი გრძნობა მაგ ადამიანს პირველად აქვს, რომ და ეს არის მაგისტრის აი შოკის მოყვარე. ანუ ადამიანი შოკში ვარ, გაიგეთ, აი ეგეთი რაღაცა თემა არის, რომ მე ეგეთი გრძნობა არც მქონია, უძვირფასესი ხართ მისთვის, მიხვდეთ? აი ძალიან ძვირფასი არის და თითქოს აი თქვენი გაცნობისთანავე ამ ადამიანის ცხოვრება გაიყო რა. ანუ ეგეთი არც დამოკიდებულება გქონდა, არც ეგეთი ქალი შეხვედრია, აი ასე რომ თავსაც რო აფასებდეს თავის თავს და ანუ და თქვენ თუ მისთვის გახდებოდეთ აი ასეთი ძვირფასი, მართლა არც მოელოდა მაგ ადამიანმა. აქ იმენა კაცური არის სიყვარულის ახსნა, თქვენ რო იცოდეთ რა, რომ აქ არ ორევია, ნახეთ, ჩვენი ემოციები, ხო? კაცები არ არიან ემოცია, ქალები ვართ ემოცია, ხო? ამიტომ თუ თქვენ ვერ ხედავთ კაცში რაღაცა ემოციას, არ გეგონოთ რომ თქვათ არ უყვარხარ, თუ გეუბნებათ მიყვარხარ, ხო? აი უბრალოდ ეგ იცოდეთ რომ მაგათი სიყვარული ცოტა სხვანაირი არის, მიხვდეთ? და ანუ იმიტომ რომ ქალი კი არ უყვარს თავისი მდგომარეობა, მისი მდგომარეობა ქალის გვერდზე რა. და ეს ხდება რომ თქვენთვისაც ძვირფასი არის ეს ადამიანი და თქვენ მას აფასებთ და შეიძლება ისე როგორც თქვენ აფასებთ ამ ადამიანს, ვაფშე არავის არასოდეს არ დაუფასებია ესე რა ქვია. ამიტომ ეხლა ფიქრობს რომ ესეთი რამე მე ვერც წარმომიდგენა თუ საერთოდ ეგეთი ადამიანი შემხვდებოდა. ფიქრები აქ მთელი დღის განმავლობაში ამ ადამიანს და სულ ფიქრობს, რომ ანუ რა გავაკეთო, რა შემიძლია გავაკეთო მე, აი კიდე ქმედებაზე ფიქრობს სხვათა შორის ეს ადამიანი რა. უფრო ანუ შენთან მოსვლა, შენთან წერილის მოწერას, შენთან ეს ხა კვერთხების მეფე კი ფიქრობს, აბა რას ფიქრობს შენ ახლა? აქ დაჟე ისეთ რას ამბობს, რომ მე სულ ვფიქრობ შენს, დღე და ღამე ვფიქრობ, იმიტომ რომ აი როცა აქ დაჟე შემიძლია თქვა, თითქოს მისი ტვინი არ ჩერდება რა, ანუ არ არსებობს, რომ აი ღამეც სიზმარშეც შეიძლება გხედავდეს ეს ადამიანი და დილა თქვენით ცენდება და ღამე თქვენით ღამდება, იმიტომ რომ აქ ნამდვილად ადამიანი სულ ფიქრობს რა. და ეხლა ვნახოთ რა აღელვებს ეხლა მაგას ან შფოთავს შეიძლება. აი ის ზუსტად რომ ძალიან მიგეჩვიათ, ძალიან მიგეჯაჭვათ და აქ სხვათა შორის ძალიან კიდე რა თქმა უნდა ახლა მე-15 არკანი ის არის ისიც როცა ძალიან ინტერესი აქვს სექსუალურიც, რა თქმა უნდა, თქვენ მაგის და პლუს კიდე ანუ თქვენ მისი თვალითაც ხო აქ კითხვა იყო ჩადებული იმის, რომ ძალიან მიმზიდველი, ძალიან სექსუალური, ძალიან ანუ როგორ არის იცით, აი რომ
აქვს ხოლმე ზოგჯერ ახლა ნახეთ კაცებს რამე ხომ არ გამიკეთე მომაჯადოვე. ეს არის ზუსტად აი ეს ენერგია, როცა უკვე საერთოდ მე-15 როცა ხდება გაშლაში, ეს არის უფრო კარმული ურთიერთობები ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ახლა ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ უბრალოდ თქვენს როგორი აი რა აღელევს და ანუ თქვენში რა იზიდავს. აი ზუსტად ამ იზიდავს თქვენი სექსუალურობა, ძალიან სექსუალური ხართ მისთვის და ძალიან აი ესეთი ადამიანი, აქ ადამიანი просто ვერ ისვენებს გამიგეთ რა ხდება, იმიტომ რომ აქ შემიძლია იგეთ რომ ეგეთი გრძნობა და ეგეთი ქალი მის ცხოვრებაში პირველად არის შეხვედრილი. იმის მიუხედავად რომ აი აქ რაღაცა მომენტები კი იყო. შეიძლება ნახეთ აქ ვიღაცასთან განახლდა ურთიერთობა და ანუ სხვა თვალით დაგინახა თქვენ უფრო ხო კი ბატონო, აქ მაღალი არკანები თქვენ ხართ მისთვის რაღაც არაამქვეყნიერი ქალი და ისეთი რომ აი როგორ გითხრათ რომ ნამდვილად თქვენი დაკარგვეს ეშინია ყველაზე ძალიან და რომს უნდოდეს ვერს დაკარგავს. იმიტომ რომ აი როგორ არის აქ იქნებოდა კარმული მეგობრული ურთიერთობა, კარმული მონათესავის სულის ურთიერთობა, იმიტომ რომ აქ თან ძალიან მივეჯაჭვი, თან უკვე ძალიან მეგობრული, თან ბევრ რაღაცებს აი რაღაც არამქვეყნიერი ხალი ხართ მისთვის გამიგეთ და შეიძლება даже იმასაც ფიქრობს რომ აი ღმერთო რა დავიმსახურა ასეთი რომ ბედმა მომცა მე ეგეთი ხალი რა თან თქვენ მაგაზე ძალიან მოქმედებთ რა ძალიან იცვლება ეს ადამიანი თქვენს გვერდით იმიტომ რომ თქვენს გარეშეც არ შეუძლიათ თქვენს იქით არ შეუძლიათ წასვლა და რომ აი ძალიან რომ იზიდათ და თან ფიქრობს რომ ეს არის რაღაცა აი ღმერთისგან მოცემული პიროვნება რა ანუ აქ ძალიან მაღალი ესეთი არკანები მოდის რომ ძალიან ახლა შემიძლია გითხრათ რომ აი 24 საათი ეს ადამიანი სულ ფიქრებში, ანალიზებში, აი რა ხდება, როგორ ხდება, რისთვის ხდება, ეს ქალი ვინ არის, რაღაცა, აი ეგ არის ძალიან რთული, იმიტომ არის რა აქ შეიძლება იყო რაღაცა პერიოდი თქვა და ზოგისთვის რომ ან გაქცევები ან რაღაცები იცოდეთ რომ აი უბრალოდ კაცი ზუსტად იმას რომ გეუბნებოდეთ ემოცია ჩვენ შეგვიძლია ემოციურად გადავიტანოთ ხო ეგეთი მომენტი კაცებისთვის ძალიან ძნელია რომ გადაიტანონ ემოციურად მიზიდულება როცა იზიდავს ქალი როცა უკვე დამოკიდებული ხდება ქალზე ანუ მის სურო თავში უზის ეს უკვე კაცებს აწუხებს და ფიქრობს რომ რაღაცა მჭირს და მე გარბიან რომ ფიქრობენ რომ მაგას რომ თქვათ მოუშორდები იქნება დამშვიდდე მაგრამ არა აი ეს არ უშველეს არანაირად რა უნდა რომ გააკეთოს აი შენს მიმართ რა უნდა რომ გააკეთოს ნუ აქ აქვს რაღაცა გეგმები ფიქრები ნამდვილად აქვს ამ ადამიანს თქვენზე კონკრეტულად რა გინდა რომ გააკეთო იცით რა უნდა მაგას გააკეთოს რომ ანუ აი თითქოს სამომავლოდ აქ დაჟე ამბობს რომ არ აი მინდა გავაკეთო აი ისე მოვიქცე რომ ეს ჩემი ქალს არ კონდეს არც გულისტკენა არ კონდეს არც არანაირი თქვა პრობლემა ანუ მაქსიმალურად მინდა რომ იყოს გახარებული რომ ეს ცხოვრება უხაროდეს და თუ რამე კონდა მაგას გულისტკენა და ამ ცხოვრებაში რომ მაქსიმალურად შევომსუბუქო მაგას ეს ყველაფერი კი აი თითქოს ბიცდებს გამიგეთ რომ მე გავაკეთებ ყველაფერს იმისათვის რომ შენ იყო ბედნიერი იმიტომ რომ შენ ხარ ჩემთვის ღვთის საჩუქარი და ამიტომ აი შევეცდები მაქსიმალურად რომ შენ გაგაბედნიერო და როგორ ხედავს ახლა ეს თქვენ სახო ხედავს იმ თქვენ მომავალს იმიტომ რომ თქვენ ძალიან ეყვარებით მაგას და ნამდვილად ხედავს რომ ეს ნუ შეხვედრებით თუ აქტუალურია ვინმისთვის ეს არის შვილიც უნდა სხვათა შორის თქვენგან ძალიან თუ აქტუალურია თქვენთვის თუ არა და ძალიან უნდა რომ აი თუ არის თქვათ აი აქ არის როგორ იცით რა მომავალს ხედავს ეგა აი იმენა რომ მისი სულ ყველა ფიქრები და მისი სულ ყველა აი ბავშვს რომ უნდა აი რაღაც არის რა შედარება მომივიდა აი როცა ბავშვს უნდა რომ ის ყველაფერი გააკეთოს იმისთვის რომ დედიკო იყოს ბედნიერი ეხლა აქ დედაზე ლაპარაკი არ არის რომ თქვენ ეხლა დედას როლი გაქვს და რაღაც არა უბრალოდ შედარება მოგიყვანეთ რა იმიტომ რომ აი გულწრფელად როცა უხარია ბავშვს რომ დედას რომ დედა რომ გაიღმეს დედას რომ რაღაცა რომ დაუხატავს რაღაც სურათ თქვათ ეხლა ხო და ნახატს და მიუტანს დედიკო ნახე ეხლა შენ დაგხატე აი რაღაც ბავშვური სიხარული და რომ მაქსიმალურად
მინდა შევეცადო, რომ ეს ქალი იყოს ბედნიერად და ფიქრობს სულ, აი რა შეუძლია გააკეთოს კიდე თქვენთვის და ამიტომ ხედავს, რომ თქვენ ახლა მომავალს ნამდვილად ხედავს ეს ძალიან აი კარგს და გეუბნებით კიდევაც ერთხელ, თუ ვინმეს აქტუალური, აქ იმას ფიქრობს კიდევაც, რომ აი даже ორი შვილი რო ყავდეთ თქვენ, ну ყოველ შემთხვევაში ახლა აქ ადამიანი თავის ასე რო თქვა დანაშაულს და თუ რაღაც რაც მოხდა ძალიან კარგადაც აღიარებს და ფიქრობს იმაზე, რა შემიძლია გავაკეთო, რომ ჩემი ქალი იყოს ყველაზე ბედნიერი.